საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში ტახტზე ასვლიდან 59 წელს გარდაიცვალა. პატრიარქი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში. მისი დიდი მცდელობით მოხდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 17 მარტს გვიან ღამით კავკასიის მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა, სადაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო იყო გადაყვანილი. წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა. ამის შესახებ სინოდის განჩინებაში აღნიშნული, რომელიც საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ გააცნო. სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე. დაკრძალვის თარიღად დადგინდა 2026 წლის 22 მარტი კვირა. დაკრძალვის ადგილად პატრიარქის სურვილის გათვალისწინებით განისაზღვრა თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო მსოფლიო ეკლესიების სამძიმრის წერილებს აქვეყნებენ. პატრიარქის გარდაცვალებას საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიები და საერთაშორისო პარტნიორები ოფიციალური განცხადებებით ეხმიანებიან და მწუხარებას გამოთქვამენ. ბუთამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა, ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას, ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში. პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებენ საქართველოში პოლონეთის, შვედეთის, იტალიის, საფრანგეთის, ავსტრიის, ნორვეგიის, დანიის, ლატვიის, შვეიცარიის, იაპონიის, ისრაელის საელჩოებიც. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც. სამძიმრის წერილი გამოუგზავნეს არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა მიხეილ ყაველაშვილსაც. წმინდა სინოდის პარალელურად სახელმწიფო კანცელარიაში მმართველი გუნდის წევრები შეიკრიბნენ და მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე სახელმწიფო კომისიის შექმნა გადაწყდა, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებაზე იზრუნებს. ამასთან ხელისუფლების წარმომადგენლები უშუალოდ ჩაერთვებიან საპატრიარქოს მიერ შექმნილი შესაბამისი კომისიის მუშაობაში. კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გამოცხადებულია გლოვა, მთავრობის გადაწყვეტილებით გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება. 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო ანაზღაურება წლიურად 11%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით დაქირავებულების საშუალო ხელფასმა 2466 ლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 259 ლარით აღემატება. ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლების შეფასებით ბოლო წლებში ხელფასების ზრდის დინამიკა არა ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდით, არამედ გარე ფაქტორებით იყო გამოწვეული. მათ შორის იყო წამყვანი ინფლაცია და კადრების დეფიციტი. ციფრებში ზრდა ნამდვილად სამბეჭდავია, მაგრამ ეს მხოლოდ შეიძლება ილუზორული იყოს ეს ზრდა. რეალურად ხელფასი ადაპტირდა ცხოვრებასთან და არა გაიზარდა კეთილდღეობა, ანუ რეალობითი მსყიდველუნარიანობა. ბიზნესი არ არის კარგ მდგომარეობაში გამომდინარე იქიდან, რომ მას უჭირს დაქირავებული თანამშრომლების მოძებნა, განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომლებიც ზრდაში წამყვანია. მაგალითად, ზუსტად ვიცით ჩვენ, რომ IT და ციფრული ტექნოლოგიები და სამშენებლო სექტორი, ეს ორი სექტორი ნამდვილად განიცდის კადრების ნაკლებობას და მათ უწევთ ადაპტირება და ხელფასების უფრო მეტად გაზრდა ვიდრე სხვა სექტორებში. რეკრუტინგული კომპანიების წარმომადგენლების მოლოდინია, რომ კერძო სექტორს ანაზღაურების ზრდის ტემპის შენარჩუნება 2026 წელსაც მოუწევს. რაც შეეხება სექტორებს, პირველ ადგილზე კვლავ ინფორმაცია, კომუნიკაცია და IT სექტორია, სადაც საშუალო ხელფასი თვეში 4373 ლარს შეადგენს. ასევე მაღალი ხელფასებია მშენებლობის, საფინანსო, სამთო მოპოვებითი და ენერგეტიკის დარგებში, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასი კვლავ განათლების სექტორში ნარჩუნდება და 1517 ლარს შეადგენს. კერძო სექტორის შეფასებით არსებობს მოლოდინი, რომ
2026 წელს. ხელფასების ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი ვაჭრობის, დისტრიბუციისა და საკურიერო სექტორებში იქნება, რაც უცხოელი მუშახელის დასაქმების შეზღუდვით იქნება განპირობებული. შენარჩუნდება მაღალი ანაზღაურება ფინანსურ სექტორში, ტექნოლოგიებში, მშენებლობაში განსაკუთრებით და ვფიქრობ, ეს საკურიერო მომსახურებაშიც უნდა დაველოდოთ, მიტანა საკურიერო მომსახურებაშიც უნდა დაველოდოთ, რომელიც საკანონმდებლო მითი მოხდება და ასევე სადისტრიბუციო და ვაჭრობის სფერო მანდაც აუცილებლად მოხდება ზრდა. მას საკურიერო კომპანიებმა შეწყვეტეს თანამშრომლებთან ურთიერთობა მასთან, ვისაც საქართველოს მუშაობის ნება თუ არა აქვს და შესაბამისად ისინი აღარ დაასაფრენ ამ თავის ესეთ ტიპის ცვლილებები არის ზოგადად რევოლუციური ველოდებით ალბათ ხელფასების ზრდას, მაგრამ ეს ხელფასების ზრდა ამ შემთხვევაში იქნება ხელოვნური, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ხელოვნური ჩარევა მოხდა მთავრობის და სახელმწიფოს მხრიდან. ხელფასების ზრდის მოლოდინი აქვთ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებსაც. მათი თქმით, კადრების დეფიციტის ფონზე კომპანიებს დასაქმების მაძიებლებისთვის კიდევ უფრო კონკურენტული ანაზღაურების შეთავაზება მოუწევთ. მათი ნაწილი ამბობს, რომ ანაზღაურების გადახედვა ძირითადად წლის ბოლოს ხდება, შესაბამისად მიმდინარე წლისთვის ხელფასები უკვე დაკორექტირებულია. სისტემურად უყურებთ ამ თემას, წლის განმავლობაში ან წლის ბოლოს ჩვენ ხელფასები არ იცვლება, ხო, წლის დასაწყისში ჩვენ, ასე ვთქვათ, მისადაგებას ვაკეთებთ ზოგადად ინფლაციის შესაბამისად და დამსახურების KPI-ების შესაბამისად. ეს ემატება ჩვენს, ასე ვთქვათ, თანამშრომლებს ხელფასი და მეცაც გეტყვით, ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მაღალი ხელფასია EFS საქართველოში. საშუალო და დაბალ პოზიციებზე ნამდვილად მზარდი არის და ვფიქრობთ, რომ იმ დეფიციტის კვალობაზე, რაც ქვეყანაში იქმნება, ანუ ყოველწლიურად ვხედავთ, რომ ეს დეფიციტი უფრო და უფრო ხმალდება. ამ დეფიციტის კვალობაზე ვფიქრობთ, რომ ხელფასები მომავალ წლებშიც მზარდ ხასიათს ალბათ ატარებს ბიზნესისთვის. რაც შეეხება ხელფასების გენდერულ განაწილებას, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1952 ლარი, ხოლო კაცების 2978 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 9.8%, ხოლო კაცებში 12.2% შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. ვირტუალური აქტივების ეკოსისტემის განვითარების მიზნით ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაცია მასშტაბური ღონისძიება გამართა. შეხვედრას სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის მარეგულირებელი ორგანოების, კომერციული ბანკების, ვირტუალური აქტივისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ასევე საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მთავარ ამოცანას კრიპტო და ბლოკჩეინ ინდუსტრიაში ერთიანი ხმის ჩამოყალიბება და ტრადიციულ საფინანსო სექტორთან დიალოგის გაღრმავება წარმოადგენდა. პანელურ დისკუსიებზე დარგის სპეციალისტებმა ეკოსისტემის რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე იმსჯელეს, მათ შორის განიხილეს ინდუსტრიაში არსებული რეგულაციული და პრაქტიკული გამოწვევები. მეორე პანელი სრულად დაეთმო IML გამოწვევებს, კომერციული ბანკებისა და ვასპების ურთიერთობას, ხოლო მესამე პანელზე ფინანსური სექტორის ტრანსფორმაციაზე, კერძოდ კი ტოკენიზებული ფინანსური ინსტრუმენტების ვირტუალურ აქტივში ურთიერთგაცვლაზე იმსჯელეს. მაგალითად საქართველოში არსებობს რამოდენიმე დიდი ბანკი, ხო? და არა მარტო დიდი ბანკი და ყველას უნდა რაღაცა მიმართულებით განვითარება, მათ შორის კრიპტო მიმართულებითაც. პირველი ნაბიჯი არის ჩვენთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული კომპანიები, რომელიც უკვე კარგი ხანია ამ ბაზარზე ვართ. შესაბამისად, რომ უკეთესი კომუნიკაცია რო გქონდეს, უკეთესად ვიცოდეთ ჩვენ რას ვაკეთებთ, თვითონ ბანკი როგორ უყურებს ჩვენ საქმიანობას, რა შეიძლება რომ თუ სხვანაირად დავანახოთ, აი ეგ არის ზუსტად მიზეზი ამ ღონისძიებების. ვისაუბრეთ ზოგად გამოწვევებზე, ვისაუბრეთ ასევე ფულის გათხრებისა და ტერორიზმის პრევენციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და გადაჭრის გზებზე. აქ წარმოდგენილი იყვნენ კომპანიების და საკონსულტაციო კომპანიების AML ექსპერტები და ასევე ვისაუბრეთ ტოკენიზაციაზე, რომელიც არის სრულიად ახალი საქართველოში. ეს არის ის საკითხი, რომელზეც აწი აპირებენ კომპანიები მუშაობას, აწი უნდა შემუშავდეს საკანონმდებლო ჩარჩო და მოვისმინეთ ექსპერტების და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლების მოსაზრებები, როგორ შეიძლება აწი დაიგეგმოს მუშაობა ამ მიმართულებით. Foresight-ისთვის საინტერესო არის ტოკენიზაციის მიმართულება. ეს არის რეალურად ახალი მექანიზმი, ახალი საშუალება იმისთვის, რომ ის აქტივები, რასაც ჩვენ დღეს ვმართავთ, მაგალითად საინვესტიციო ფონდები, ან მაგალითად როცა ვეხმარებით ემიტენტებს ობლიგაციების ემისიაში, რეალურად შეგვიძლია და ჩნდება ამის შესაძლებლობა, რომ ეს აქტივები, ტრადიციული აქტივები ვაქციოთ ტოკენად, განვათავსოთ ბლოკჩეინზე და ამითი გავხსნათ ახალი რეალიზაციის და დისტრიბუციის არხები, ანუ განთავსების არხები. ეს არის რაც ჩვენთვის საინტერესოა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, საქართველოში გჭირდება და საჭიროა ახალი დაფინანსების წყაროების მოძიება და ტოკენიზაცია და ბლოკჩეინის და კრიპტო მიმართულება არის ერთ-ერთი ეს ახალი შესაძლებლობა.
ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა 9.4 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც წლიურად 843 მილიონ დოლარზე მეტად არის გაზრდილი. ვალის ზრდაზე გავლენა მოახდინა ბოლო 1 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაფორმებულმა ახალმა საკრედიტო შეთანხმებებმა, რომლებიც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობასთან არის დაკავშირებული, მათ შორისაა 360 მილიონიანი საკრედიტო შეთანხმება, რაც ფინანსთა სამინისტრომ აზიის განვითარების ბანკთან ბათუმის სარფის მაგისტრალისა და გვირაბის მშენებლობისთვის გააფორმა. საქართველოს საგარეო კრედიტების უდიდესი ნაწილი სწორედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წინაშე აღებულ სესხებს უკავშირდება. მთლიანი პორტფელით პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი 2.6 მილიარდი დოლარის ოდენობით, მეორე პოზიციას 2.3 მილიარდი დოლარით მსოფლიო ბანკი იკავებს, რაც შეეხება ქვეყნებს, მათ შორის პირველ ადგილზეა საფრანგეთი, რომლის მიმართაც საქართველოს 890 მილიონი დოლარის ვალი აქვს. ეროვნული ბანკი თებერვალში ჩატარებულ ეკონომიკური აგენტების ინფლაციური მოლოდინების კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ბაზრის მონაწილეთა ინფლაციური მოლოდინები შემცირებული იყო. კვლევა თებერვალში ჩატარდა და ის არ მოიცავს იმ ცვლილებებს, რაც ნედლეულის ბაზარზე ირანში დაწყებულმა ომმა განაპირობა, რის შედეგადაც საქართველოში საწვავი უკვე ლიტრზე 32 თეთრამდე გაძვირდა. აღნიშნული ეფექტი კი ასახული იქნება ინფლაციური მოლოდინების მარტისთვის. გამოკვლევაში თებერვლის ინფლაციური მოლოდინების კვლევის შედეგებით 2026 წლის თებერვალში იანვართან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირდა. იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 4-6%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ, შემცირებულია. ამავდროულად თებერვალში იანვართან შედარებით გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ინფლაციის 2-4%-სა და 6-8%-ის ინტერვალში ვარაუდობენ. აღსანიშნავია, რომ რესპონდენტების მცირე ნაწილი 2%-ზე მეტად ფასების კლებასაც მოიაზრებს. ამავე გამოკითხვის მიხედვით მიმდინარე წლის თებერვალში იანვართან შედარებით 3 წლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 3 წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6-8%-ის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ, შემცირებულია. მეორე მხრივ წინა თვესთან შედარებით გაიზარდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 4-6 და 2-4%-ის ფარგლებში ელოდებიან. გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი ერთ წლიან პერიოდში გაზრდილია, კერძოდ გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 8%-ზე მეტად მოიაზრებენ. თუმცა შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქციაზე მომსახურებაზე ფასების ცვლილებას შედარებით დაბალ ინტერვალში 4-6%, 2-4% და 0-2% ელოდებიან. ამავე გამოკითხვის მიხედვით თებერვალში იანვართან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია, კერძოდ იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10-20%-ის ინტერვალსა და 30%-ზე მეტად ელოდებიან, შემცირებული. ამავდროულად გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების უცვლოდ შენარჩუნებას და 20-30%-ის დიაპაზონში ზრდას მოიაზრებენ. გამოკითხულთა აზრით, თებერვალში კომპანიაში წარმოებისთვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა წინა თვესთან შედარებით შემცირებულია. საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასის ზრდის პროცესი ისევ გრძელდება. 18 მარტს ბარელი ბრენტის ფასმა $108 მიაღწია, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი $98 შეადგენს, რაც ერთ თვეში 50%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, ამერიკის შეერთებულ შტატებში დიზელის საცალო ფასმა ისტორიულ ნიშნულს $1 გალონზე $5 გადააჭარბა, რაც არის მხოლოდ მეორე შემთხვევა შეერთებული შტატების ისტორიაში, როდესაც საწვავის ფასმა ამ ზღვარს მიაღწია. ფასების მკვეთრი ზრდა პირდაპირ კავშირშია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ ბლოკადასთან, სადაც მსოფლიო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაახლოებით 20% გადის. ეკონომისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ დიზელის გაძვირება ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს მთელ ეკონომიკაში, ვინაიდან დიზელის სატვირთო გადაზიდვების მატარებლებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ძირითადი საწვავია მოსაოდნელი სამომხმარებლო საქონელზე, განსაკუთრებით კი საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდა. ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი საბაჟო პროცედურების გამარტივების აუცილებლობაზე საუბრობს. იმპორტიორების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტვირთების მომსახურების ნაწილში პროცედურები დასახვეწი და გასამარტივებელია. დიპლომატ ჯორჯია საბაჟო ოპერაციების განხორციელებისას არსებულ სისტემურ ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას. კომპანიის განმარტებით, ბიზნესისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას პროცესების ბუნდოვანება და ერთიანი სტანდარტის არარსებობა წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში გაურკვეველია ოპერაციების შესრულების ვადები, რაც ლოგისტიკურ ჯაჭვში შეფერხებებს იწვევს. გარდა ამისა, პრობლემად სახელდება ერთი და იგივე ტიპის ტვირთის მიმართ სხვადასხვა დეკლარანტის მხრიდან განსხვავებული მიდგომების არსებობა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ საბაჟო სისტემას მკაფიო დიფერენციაცია და ჩამოყალიბებული წესები ეკლია, რაც ბიზნესს სამართლებრივ და ფინანსურ რისკებს უქმნის. ხშირ შემთხვევაში არის ბუნდოვანება ოპერაციების დროსთან დაკავშირებული პრობლემები, არსებობს სხვადასხვა მიდგომები
სხვადასხვა დეკლარანტის მიერ ერთი და იგივე ტვირთისადმი ჩვენ სერვისს გავცემთ დისტრიბუციის სხვადასხვა კომპანიებზე და ჩვენი ერთ-ერთ კომპანიას ჰქონდა ძალიან ბევრჯერ პრობლემა იმისა, რომ აი კიდევ ერთხელ ვამბობ, დეკლარანტების და დეკლარაციების შევსების ჯარიმების და სხვადასხვა პრობლემის სხვადასხვა გზით მიდგომის, ასე ვთქვათ, არ არსებობდა ერთიანი სტანდარტი, რომელიც იტყოდა, რომ ეს თეთრია და ეს შავია სხვადასხვა პროდუქტების გამარჯვების დროს. პაკეტი, რომელსაც პოლიპროპილენია გამოკრული, აი ასეთი საქართველოში არ იწარმოება. ამის ჩამოტანა მიწევს საფრანგეთიდან, იმიტომ რომ იყოს ხარისხიანი. ჩაის მწარმოებლებისთვის ხარისხიანი შესაფუთი მასალების დეფიციტი ერთ-ერთი ის გამოწვევაა, რაც პროდუქტის საბოლოო ფასსა და ხელმისაწვდომობაზე აისახება. კონა ერთ-ერთია, სადაც აცხადებენ, რომ საქართველოში ჩაის მაღალი ხარისხის ნედლეული არსებობს, თუმცა პრემიუმ კლასის პროდუქტისთვის შესაფერისი მასალები ადგილობრივად თითქმის არ იწარმოება. მცირე წარმოება და იმპორტირებული შესაფუთი მასალები ერთობლიობაში თვითღირებულებას ზრდის, რაც ქართულ პრემიუმ ჩაის მომხმარებლებისთვის ნაკლებად კონკურენტულს ხდის მასიურ დაბალხარისხიან პროდუქციასთან შედარებით. ჩაის პაკეტი ხევთ და შიგნით არის პირამიდა. ჩვენთან ის რომ აი ახლა ეს შესაფუთი აი თუნდაც თვალის ასახვევად კრაფტით იყოს გადაკრული, ხო? ნუ აი არ არის. უბრალოდ ეს მასალა არ შემოდის. ყველა სტამბა, ვინც ამას აწარმოებს, იძახის რომ უი შენს გარდა არავის არ უნდა და ეს ხა ესეთი რაოდენობა კი, ანუ არც განიხილება საერთოდ რა. და თვითონ თავისთავად ეს გიბიძგებს იმისკენ, რომ გაიხედო ისე ჩინეთისკენ, აი ქეძებო, იქ ნუ აი სხვა თავისი ისე არის, გარდა იმისა რომ პატრიოტულად შეიძლება გული გიჩუყდებოდეს, რომ აქ გინდა გააკეთო. აი ნუ აი რაღაცებში არის ასეთი შეკრული წრე. ჩაის მწარმოებლებისთვის პრობლემურია ადგილობრივ ქსელურ მარკეტებში შესვლაც, რაც ხშირად ფინანსურ რისკებთან და წამგებიან პირობებთანაა დაკავშირებული. მწარმოებლების განმარტებით ქსელური მარკეტები მათ სთავაზობენ პირობებს, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა სახის ქეშბექებს და დამატებით გადასახადებს, რაც მცირე წარმოებებს მოგების გარეშე ტოვებს, განსაკუთრებით მწვავე დგას ან გარეშწორების საკითხი. ყველა ეს ქსელური მარკეტი ისეთ პირობას გთავაზობს, თავისი ეს ქეშბექებით, თავისი რაღაც გაურკვევები, თავისი ეს ყველაფერში დამატებითი და რომ უბრალოდ რომ ყველანაირი აი ასეც თვალე, ისეც თვალე, აი როგორც გინდა ისე თვალე, რომ ნუ არაფერი არ გრჩება მე ეს თან კარგ ვარიანტში თუ კეთილსინდისიერი გადამხდელია, ხო? აი მაგ შემთხვევაზე ვლაპარაკობ. Cash flow-ში სერიოზული გარღვევის რისკის წინაშე დგება ყველა, ვისაც უჩნდება აი მისი ცდუნება, რომ შეიტანოს მაქსიმალურად მოედოს მარკეტებს. რიტეილ სექტორთან ურთიერთობაში სირთულეებზე მიუთითებს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციაც. როგორც გაერთიანება განმარტავს, პრობლემურია იაფფასიანი იმპორტირებული პროდუქციით გაჯერებული ბაზარიც, სადაც დემპინგის ნიშნები იკვეთება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ასოციაცია არ გამორიცხავს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს საჩივრით მიმართოს. ეს არის ალბათ დემპინგური ფასები, ასე ვთქვათ, უხარისხოთა შედარებით პროდუქციის შემოსვლა იმპორტზე, როგორც არის აღარ ჩამოუთვლი ფირმებს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ასე რომ ეს ყველაფერი გადასლახვადია იგეგმება ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოში შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ გავივლით ამ თემას და თუ საჭიროდ ჩავთვლით და დავინახავთ პერსპექტივა, შეიძლება მივმართოთ უკვე ამ დემპინგურ ფასებთან დაკავშირებით. იმპორტის წილი საკმაოდ მაღალია, თუმცა არის თუ არა დემპინგი თუ ეს არის სხვა ფაქტორებით გამოწვეული, ამას გჭირდება შესწავლა. ჩვენ ამ კუთხით ჯერ შესწავლა არ გქონია, თუმცა არაერთი კონსულტაცია გქონია, როგორც ასოციაციის ფორმატში, ასევე ცალკეულ კომპანიებთან ამ მიმართულებით. ნებისმიერ თემაზე ღია ვართ. როგორც ასოციაციის ფორმატში, ასევე ცალკეულ კომპანიების დონეზე შევხვდეთ და მოვისმინოთ მათგან არსებული პრობლემატიკა. გაჯერებული ბაზრის პირობებში ასოციაცია მიიჩნევს, რომ დაბალხარისხიანი პროდუქციის წარმოებამ პრაქტიკულად აზრი დაკარგა. ამიტომ ახლა ქართული ჩაის სექტორმა ორიენტაცია მაღალი ხარისხის პრემიუმ პროდუქტის წარმოებაზე უნდა აიღოს. ამ დროისთვის ქართული ჩაი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპასა და მონღოლეთში გადის ექსპორტზე, თუმცა მხარდაჭერის შემთხვევაში პოტენციალი კიდევ უფრო დიდია. განსაკუთრებით მარკეტინგულ ნაწილში ერთიანი ხედვის შემუშავებასა და ქართული ჩაის როგორც ბრენდის განვითარების შემთხვევაში. და მანდარი ყველაზე მეტად შეიძლება კიდეც საჭირო სახელმწიფოს მხარდაჭერა, თუნდაც ცნობადობის გაზდაში. ხა ეს არ არის მარტო ის, რომ უიქ აწარმოე საქართველოში, იქ რაღაც ერთ პატარა 3.5 კვადრატიან მეტრიან იმას, რა ქვია, სტენდს დაგიფინანსებს და რაკარქია, როგორ ეხმარებიან. ექსპორტი არის დიდი პასუხისმგებლობა და ის, ვინც ამაზე იმუშავებს, იმას უკან სჭირდება ძალიან დიდი ზურგი. ერთი პროდუქტი მწარმოებლის მხრიდან ზურგი და მეორე თუ დაგპირდებიან, რომ ეს მარკეტინგი იქნება, უნდა იყოს და არ უნდა გადაგაგდონ შუაგზაზე.
არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და დარგის განსავითარებლად ჩაის მწარმოებელთა ასოციაციამ სექტორის განვითარების 3 წლიანი სტრატეგია შეიმუშავა. დარგში მიიჩნევენ, რომ საჭიროა ეკონომიკური мотиваციის გაზრდა, ტექნოლოგიური ინოვაციები და ბაზარზე წვდომის ახალი მექანიზმები. ამისთვის კი ასოციაცია წარდგენილ კონცეფციაში მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმებს მოიაზრებს. მათ შორის ჩაის ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებას და ფინანსურ სტიმულირებას. ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, სახელმწიფო უწყებებთან აქტიური კონსულტაციების შედეგად რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გამოიკვეთა. მიდის საუბრები დარგისთვის ესეთი დახმარებისათვის, როგორც არის საბრუნავი სახსრების გამოყოფა, სეზონის ადუსტადების პერიოდში, ასე ვთქვათ, სესხის სახით, რომელიც მიღებული და აპრობირებულია, როგორც კარგი მეთოდი. კონცეფცია ძალიან ბევრ თემას მოიცავს, ეს არის კომპლექსური თემა. ძირითადად ჩვენ ახლა არ გვინდა ესეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ სახელმწიფოს უნდა ჩამოეკიდოს დარგი და მარტო სახელმწიფოს დახმარების იმედზე იყოს, არ არის ესე. ჩვენთან შეგვიძლია თავი გავიტანოთ, მაგრამ იმ თემებში, რაც სახელმწიფოს ეკუთვნის და სამუშაო პირობების შექმნის კუთხით თანამშრომლობთ სამინისტროსთან და სამთავრობო უწყებებთან. ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე 2000 ჰექტრამდე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოხდა. თუმცა დარგში მიიჩნევენ, რომ მხოლოდ რეაბილიტაციაზე ფოკუსირება საკმარისი აღარ არის. საჭიროა რეაბილიტირებული ფართობებიდან მიღებული მოსავალი ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად გაიყიდოს. ნედლეულის დეფიციტში გარკვეული ძვრები ამან გამოიწვია, მაგრამ ახლა ჩვენ დაგვიდგა მეორე თემა და ამაზეც ერთ-ერთი საკითხი ამ კონცეფციაში ესეც არის, რომ იქნება აქ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხები, თუ მაინც სახელმწიფო უნდა გამოყოს ჩაის სექტორისთვის ეს თანხა, ან შევაჩეროთ ამ ეტაპზე, ან გადავანაწილოთ უფრო მარკეტინგის კუთხით დახმარებაზე, იმიტომ რომ უკვე რეაბილიტირებული პლანტაციები თუ რეალიზაციაში შეფერღებები იქნა, შეიძლება ისევ გაველურდეს, თუ არ მოიკრიფა. დღესდღეობით ქართული ჩაის ხვედრითი წილი ადგილობრივ ბაზარზე 25%-მდეა ასული. დარგში აცხადებენ, რომ ზრდის დინამიკა ოპტიმალურია. წარდგენილი გეგმის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ასოციაცია ელის, რომ უახლოეს 3 წელიწადში მინიმუმ 30 ახალი გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება. ხოლო ექსპორტირებული ჩაის რაოდენობა 30 ტონიდან 150 ტონამდე გაიზრდება. საქართველოში ხორცის გაძვირება მოსაოდნელი, როგორც კომპანია აგროქიზიყის დამფუძნებელი ამბობს, მსოფლიოში მსხვილფეხა პირუტყვზე დეფიციტია. ამასთან რუსეთსა და ბელარუსში ფასები მკვეთრად გაზრდილია, საქართველოში კი ნედლი ხორცი ძირითადად ამ ბაზრებიდან შემოდის. ბექა გონაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე ხორცის საბითუმო ჩასაბარებელი ფასი 24-25 ლარის ფარგლებში მեղყეობს, რაც მოსაოდნელი, რომ მინიმუმ 26-27 ლარამდე გაიზრდება. აგროქიზიყის დამფუძნებელი ამბობს, რომ ხორცის გაძვირება შესაძლოა დროში მცირედით გადაავადოს იმ გარემოებამ, რომ ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ამ ეტაპზე საქართველოდან რიგ ქვეყნებში, მათ შორის ერაყში, მსხვილფეხა ცხოველების ექსპორტი შეფერხებულია, თუმცა მისი თქმით, ზაფხულის პერიოდისთვის ადგილობრივ ბაზარზე ხორცის გაძვირება გარდაუვალია. რუსეთში არის ფასები საკმაოდ მომატებული, არის უზბეკეთი, რომელიც ძალიან დიდი შემსყიდველია და მას, ესე ვთქვათ, ყველაზე ახლო ქვეყნები რუსეთი და ასე შემდეგ ყაზახეთი, რაც იქაც აწიეს ფასები, 18 მოთხოვნა გამომდინარე, ევროპაში ფასები არის გაძვირებული დაახლოებით 30%-ით, შესაბამისად კიდევ უფრო ძვირდება იქაც, აქედან გამომდინარე, ჩემ პირადად მოლოდინია, რომ საქართველოშიც ფასები აუცილებლად მოიმატებს, უბრალოდ ამას შეიძლება ფასების მომატებას ცოტა ხანი შეაფერხოს, ბრწყალებში ვიძახი შეაფერხოს იმან, რაც ირანის მიმართულებით ხდება, იმიტომ რომ საქართველოდან ადრე გადიოდა ერაყში მსხვილფეხა ხორცანი პატარები, რაც ახლა ირანის გავლით ხდებოდა და ვეღარ ხდება, აქედან გამომდინარე ეს ექსპორტი ცოტა ხანი ჩაკეტილი იქნება, სანამ ეს სიტუაცია დაალაგდება და აქედან გამომდინარე მგონია, რომ ფასი მოიმატებს, მე ჩემ მოლოდინია, რომ სადღაც ივლისი-აგვისტოში ფასები ისევ მოიმატებს. დღეს თბილისში ჩასაბარებელი, ესე ვთქვათ, რო დავკალა მე ჩემი საქონელო თბილისში ჩაობარო საბითუმოში, ეს არის დაახლოებით 24 ლარის ფარგლებში, პლუს მინუს 25-მდეც კი არის ზოგიერთ კატეგორიაზე. აი ეს მოზარდ საქონელზე მაქვს საუბარი, ახლა ძროხა შეიძლება ვთქვათ 21 ლარი ღირდეს, 22 ლარი ღირდეს და ასე, ანუ გრადაცია სხვადასხვა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ეს წეღარაც გითხარით 24-25 ლარი, ეს ალბათ 26-27 მინიმუმ გახდება ზაფხულში. კომპანია აგროქიზიყის დამფუძნებელი ამბობს, რომ აგროსექტორში სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების მოდერნიზება აუცილებელია. ბექა გონაშვილის თქმით, რიგ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო იყოს კრიტერიუმების გამკაცრება, რათა საბიუჯეტო თანხები მაქსიმალურად სწორად დაიხარჯოს. მისი თქმით, როდესაც საუბარია მსხვილ აგროპროექტებზე, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე გაკეთდეს და მხოლოდ ამის შემდეგ იყოს ხელმისაწვდომი სახელმწიფო დაფინანსება. ამასთან, ბექა გონაშვილს მოლოდინი აქვს, რომ სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები გრანტების მიმართულებით გაფართოვდება.
ცნობისთვის, მთავრობამ სოფლის მეურნეობის ხარდამჭერის სახელმწიფო პროგრამების მიმართულებით ცვლილებები დაანონსა, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, სოფლის განვითარების სააგენტოს მიმართულებით რეფორმა გატარდება და აპრილიდან ფერმერებისთვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ახალი მიმართულებები იქნება ხელმისაწვდომი. აუცილებელი არის მოდერნიზება ჩემი აზრით, იმიტომ რომ არის საკმაოდ კარგი პროექტებიც, მაგრამ მათი მოდერნიზების გარეშე ისინი უფრო შეიძლება ითქვას, რომ ამოხრუჭებენ ან პირიქით ცუდათაც მოქმედებენ, იმიტომ რომ მგონია რომ არის უფრო მეტად გართულება რაღაცის საჭირო, იმიტომ რომ გააჩნია პროექტების სიდიდესა. სოციალურ თემას არ ვეხები, რომ ვიღაცას რაღაც ორი ძროხა უყიდოთ, ეს სხვა რაღაცა არის, ამაში არ შევდივარ, ეს სხვა რაღაცა არის და ის რომელსაც აგრომეურნეობა და აგრობიზნესად შეიძლება რომ განვიხილოთ, მას ჭირდება ცოტა მეტად ხელის მოჭერა რაღაცაში. ხელის მოჭერაში, რა თქმა უნდა, გულისხმობ იმას, რომ რაც შეიძლება მეტად უნდა იყოს ცოდნის დონე აწეული და მერე უნდა ეძლეოდეს ადამიანს ფული. მე ასე მიმაჩნია ყოველ შემთხვევაში და ამისთვის ადრე თუ იყო უფრო მეტი პრობლემა, როგორ მიღებული იყო ესე თქვა ესეთი ცოდნა, დღეს აღარ არის თვათ ისეთი რთული, ამიტომ შეიძლება სხვა საშუალებებით, შეიძლება რაღაცა მოკლევადიანი კურსებითაც და შემდეგ ხდებოდეს რაღაცა ესე თქვა კვალიფიკაციის ამაღლება და მერე თანხის მიცემა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით 2025 წელს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 2%-ით გაიზარდა. სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკით შარშან ქვეყანაში 305,962 ერთეული ფრენა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი COVID პანდემიის და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან საომარი მოქმედებებისა და სანქციების გამო თვითმფრინავების ნაწილმა სამხრეთით გადმოინაცვლა. ჯერჯერობით საქაერო ნავიგაციას 2025 წლის ფინანსური ანგარიში გამოქვეყნებული არ აქვს. 2024 წელს კი კომპანიის თანახმად საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით მიღებული შემოსავალი 121 მილიონი ლარი იყო. სახელმწიფო კომპანიის აქტივები 308 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი 12 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის ძირითადი ინფრასტრუქტურა და აქტივები საქართველოს მასშტაბით განთავსებული საარადარო სადგურებია. აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის გახსნა 2026 წლის ივლისამდე გადადო. ქვეყნის პრემიერის ალი ასადოვის ბრძანებით COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის საბაბით სახმელეთო საზღვრის გახსნა კიდევ ერთხელ ამჯერად 2026 წლის ზაფხულამდე გადავადდება. აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი ყველა მეზობელ ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან 2020 წლიდან აქვს ჩაკეტილი. სახმელეთო საზღვრის დაკეტვის მიუხედავად ტვირთების სახმელეთო გადაზიდვა საქართველოსთან, რუსეთიდან, ირანიდან და თურქეთიდან კვლავ ნებადართულია, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის მაისში COVID-19 გლობალური საგანგებო მდგომარეობის დასრულება გამოაცხადა. აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები კვლავ დაკეტილი რჩება. სახმელეთო საზღვრისგან განსხვავებით, საქართველოს-აზერბაიჯანს შორის საჰაერო მიმოსვლა არ შეწყვეტილა და აზერბაიჯანელი ვიზიტორები საქართველოში საჰაერო გზით შემოდიან. 2025 წელს საქართველოში გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი მონაცემებით გასული წლის განმავლობაში გაცემულია 29647 მართვის მოწმობა, მაშინ როდესაც 2024 წელს 28730 მოწმობა გაიცა. გასული წლის მაჩვენებელი ასევე აღემატება 2023 წლის მონაცემებს. 27255, თუმცა ნაკლებია 2022 წელს გაცემული მოწმობების რაოდენობაზე 30515. მართვის მოწმობების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებზეა გაცემული, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაში ასევე არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა შორისაც რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები ლიდერობენ. კერძოდ, გასულ წელს საქართველოში მართვის მოწმობა აიღო რუსეთის 251 მოქალაქემ, რაც თითქმის ორჯერ აღემატება 2024 წელს რუსეთის მოქალაქეებზე გაცემულ 128 მოწმობას. ასევე მკვეთრი ზრდაა წინა წლებთან მიმართებით. 2023 წელს რუსეთის მოქალაქეებზე 96 მოწმობა გაიცა, ხოლო 2022 წელს 79.